Radhika Raman, Radhika Raman, Radhika Raman, Radhika Raman. 12 მაჰაჯანთაგან ერთ-ერთი და უფლის წმინდა ერთგული ნარადა მუნი ყოველთვის ევლინება ამ სამყაროში, რათა ხალხს შეახსენოს ადამიანის სიცოცხლის ნამდვილი დანიშნულება. ამ დანიშნულების არსი ღმერთის მუდმივი ხსოვნაა და შინ ღმრთეებასთან დაბრუნება ვაიკუნთას პლანეტაზე. ერთ დღეს ის სოფელს ესტუმრა, რათა კაილაშს შეხვედროდა. लक्ष्मी सुनो पुकार करो सफल मेरा व्यापार धन बरसे घर आंगन में सुख संपत्ति हो जीवन में माँ लक्ष्मी सुनो पुकार करो सफल मेरा व्यापार धन समृद्धि दो अपार माँ लक्ष्मी सुनो पुकार सुख संपत्ति हो जीवन में ო წმინდანო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლში. ო კაილაშ, უფალმა ვიშნუმ ნებადამთო, რომ ნებისმიერი სწაყვანა შემიძლია ვაიკუნთაზე. ეხლა მე იქ მივდივარ. წამოხვალ ჩემთან ერთად. ო დიადო ბრძენო, ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან. მე მათზე უნდა ვიზრუნო. სხვა დროს წამოყვები. კაილაშ, ცხოვრება მოკლეა. შესაძლებლობა კი შეიძლება მეორეჯერ აღარ მოგეცეს. მართალი ბრძანდებით. მაგრამ ვაიკუნთა არის პლანეტა, სადაც არ არის დარდი, შიმშილი, წყურვილი, ბრაზი, ეგოისტობა და სიხარბე. დაბადება, სიკვდილი, დაბერება და ავადმყოფობა იქ არ არსებობს. იქ ყოველი სიტყვა სიმღერაა და სიარული კი ცეკვა. იქ წყალი თაფლივითაა და ყოველი ცოცხალი არსება წმინდა და დალოცვილია. ო დიადო ბრძენო, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მითხარით. თავის დროზე აუცილებლად წამოყვებით. კარგი კაილაშ, როგორც გინდა. დრო გავიდა და კაილაში მოხუცდა. მისი შვილები გაიზარდნენ და კაილაშის მიჯაჭვულობაც ოჯახზე, ფულზე და კონტროლზე გაიზარდა. მისმინეთ, თორემ მთელ ბიზნესს დაკარგავთ. მომისმინეთ, თორემ მოსავალს ვერ აიღებთ ამ წელს. კაილაში აგრძელებდა მისი შვილების ბიზნესში მოწადინებით ჩარევას. მოგებაზე ფიქრით მოცულს კაილაშს ღამეები არ ეძინა. ის მუდმივად აფრთხილებდა შვილებს თაღლითობის შესახებ. ამის გამო მას არასოდეს ჰქონდა დრო სულიერი ცხოვრებისთვის. ის ასევე ძალიან დაკავებული იყო შვილიშვილებზე ზრუნვით. ბევრი წლები გავიდა, ნარადა მუნის კაილაში გაახსენდა და მივიდა მასთან, რადგან კიდევ ერთი შანსი მიეცა ვაიკუნთაზე წასაყვანად. ო დიადო ნარადა მუნი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლში. კალაშ, ამდენი წლის შემდეგ დავბრუნდი. სად ხარ, რომ წამომყვე ვაიკუნთაზე? ო დიადო ნარადა მუნი, სურვილი მაქვს, რომ წამოვიდე ვაიკუნთაზე, მაგრამ ჩემ შვილებს ისევ ჭირდები ბიზნესის სამართავად. ასევე ჩემ შვილიშვილებზე უნდა ვიზრუნო. ახლა წამოსვლა არ შემიძლია. ნარადა მუნი გაბრუნდა და წუხდა კაილაშზე, ასე მიჯაჭვული რომ იყო, ოჯახზე, ფულზე და კონტროლზე. დრო გადიოდა, დღეებს თვეები ცვლიდა, თვეებს წლები. ნარადა მუნის მსგავსი წმინდა ერთგულები ყოველთვის მწყალობლები არიან. ისინი არ იხლებიან სულებზე სრუნვით, რომ ღმერთისკენ შემოაბრუნონ ისინი.
ნარადა მუნი კაილაშს ისევე სტუმრა, იმ იმედით, რომ ახლა მას თან წაიყვანდა პლანეტა ვაიკუნთაზე. კაილაშ, ნარადა ვარ, რომ ისევ შეგხვდე. გამარჯობათ, დიადო ბრძენო. კაილაშმა რამდენიმე წლის წინ დატოვა ეს სამყარო. ის გარდაიცვალა? სიცოცხლის ბოლო მომენტში თუ ფიქრობდა ვაიკუნთაზე წასვლაზე. სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ის საუბრობდა იმ სიმდიდრის დაცვაზე, რაც მან მთელი სიცოცხლის მანძილზე დააგროვა. კარგით, მაშინ დააგტოვებთ. ნარადა, მე კაილაში ვარ. კაილაშ, შენ ახლა ძაღლის სხეულში ხარ? დიახ, ნარადა. მე ჩემი შვილების სიმდიდრეს ვიცავ. კაილაშ, ადამიანის სიცოცხლე ფუჭად გალიე. ახლა ბოლოს და ბოლოს დატოვე ეს ძაღლის სხეული და წამომყევი ვაიკუნთაზე. ნარადაჯი, რა გითხრა? ჩემი შვილები არ უფრთხილდებიან ქონებას, რომელიც მე დავაგროვე. ამიტომ მე უნდა დავიცვა ეს სიმდიდრე ქურდებისგან. კაილაშ, ამის გაგონებას არ ველოდი შენგან. ნარადაჯი, მოიცა, ქურდი მოდის. უნდა წავიდე. कुछ साल पहले जब मैं यहाँ आया था तो मैंने तुम्हारे घर के पास एक რამდენიმე წლის წინ აქ როცა მოვედი, ძაღლი დავინახე ამ სახლის ახლოს. वो कुत्ता დიადო मुनिवर, ბრძენო, वो मर गया ის है। ძაღლი მოკვდა. वो बहुत अच्छा कुत्ता था, हमेशा हमारे घर चोरों से रक्षा करता था। გარდაიცვალა? ძალიან მწუხარ. ახლა რომელ სახეობაშია კაილაში ნეტა? ნარადაჯი, მე კაილაში ვარ. კაილაშ, რას აკეთებ გველის სხეულში? ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილებმა მთელი ფული ბანკში შეიტანეს. კაილაშ, ახლა შეგიძლია წამოხვიდე ჩემთან ერთად ვაიკუნთაზე. ახლაც კი არ არის გვიან. მინდა რომ წამოვიდე ნარადაჯი, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან ზარმაცები არიან. გველად ვიქეცი, რომ მათ მარცვლეულს უდარაჯო. სულიერი ცხოვრება მნიშვნელოვანია. ვიცი, ნარადაჯი. მაგრამ მე ჯერ მდელოები უნდა დავიცვა. ვაიკუნთა დაიცდის. კაილაშ, ეგრე ვაიკუნთაზე ვერ მოხვდები. შეხედეთ, გველია მდელოზე. ძალიან შხამიანი გველია. სად არის გველი? იქ არის ის. მე თქვენი მამა კაილაში ვარ. არ მომკლათ. შეხედეთ, რა სახე აქვს. მას ჩვენი ყველას დაკვენა უნდა. არ მომკლათ, მამა თქვენი ვარ. კაილაშ, ახლა შენი სული გველის სხეულისგან განთავისუფლდა. მომდევნო ცხოვრებაში უფალი კრიშნას დიადი ერთგულების ოჯახში დაიბადები. დიდი შესაძლებლობა მოგეცემა წინ წაიწიო სულიერ ცხოვრებაში და შინ ღმრთეებასთან უფალ კრიშნასთან დაბრუნდე. ასე დამოგზაურობს ნარადა მუნი მთელ სამყაროში, რომ შეახსენოს სულებს მათი სიცოცხლის ნამდვილი დანიშნულება.
სულიერ ცხოვრებაში წინსვლა და შინ ღმრთეებასთან დაბრუნება. कृष्ण चेतना को अपनाकर भगवान के पास लौट सकें